ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა სიტყვიერად და დეკლარაციით არა, მაგრამ პრაქტიკულად თავისი მოქმედებებით და დამოკიდებულებებით აღიარა მრავალპოლუსიანი მსოფლიო. მან აღიარა რუსეთის ფაქტორი და მან აღიარა ჩინეთის ფაქტორი. სხვათა შორის ევროპის ფაქტორზეც შეიძლება ითქვას, ოღონდ ევროპის აი ესე ფუყე ფაქტორი, რომელიც არ არსებობდა, მაგრამ რაღაცნაირად გაბერილი იყო, ამასაც თავისი ადგილი მიუჩინა და ეს ევროპა ისე ჩაიფუშა, რომ დღეს კაბალური ხელშეკრულება გააფორმებინა ფონ-დერ-ლაიენს. პრაქტიკულად აღარაფერს აღარ წარმოადგენს ევროპა როგორც სერიოზული მოთამაშე მსოფლიო არენაზე. მაგრამ ტრამპმა ეს აღიარება შინაგანად გააკეთა და რუსეთთან და ჩინეთთან დაიწყო დიალოგი, ასე ვთქვათ. შეიძლება ეს მწვავეც იყოს, შეიძლება დაპირისპირებაც იყოს, სანქციებიც იყოს, ეს პოლიტიკური პროცესია ჩვენ. ეს პროცესია მართალი ბრძანდებით, მაგრამ თვითონ აღიარება იმისა, რომ ეს პოლუსები არსებობს და ეს მოთამაშეები არსებობენ, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს ყველანაირად სოფლიოს მართვა დღეს შეუძლებელი ხდება, ეს მან აღიარა და ეს არის ერთი მომენტი. მეორე მომენტი არის ასევე არსებითი მომენტი, ეს არის ამერიკული კრიზისი. ამერიკა შედის ღრმა კრიზისების ეპოქაში. ეს კრიზისი ბევრნაირია, დაწყებული პოლიტიკურით და დამთავრებული საყოფაცხოვრებოთი და სოციალურით და ასე შემდეგ. რასობრივიც კი შედის. მოგახსენებათ თუ რამდენიმე წლის წინ რა ამბავი იყო რასობრივ საფუძველზე. ფლოიდის კვლევის ამბავი და კი, ბევრი კრიზისი გამწვავდა. ეს კრიზისი საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ მარქსს ააქნა წინასწარმეტყველები, რომ ეს ასე იქნებოდა. კაპიტალიზმი თავის უკანასკნელ სტადიაში, განვითარების უკანასკნელ საფეხურზე როცა გადავიდოდა იმპერიალიზმის სტადიაში, იქ წარმოიშვება რამდენიმე ძირითადი კრიზისი, რომელთა დაძლევა შემდეგ შეუძლებელი ხდება და კრახი დგება. აი ეს პერიოდია ახლა. მე არ ამგონია რომ ტრამპმა მარქსიზმი იცოდეს ძალიან კარგად, ან მარქსიზმის მომხრე იყოს, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ტრამპს ეს ამბავი მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს ობიექტური პროცესები თავისთავად ვითარდება და მას მოყვება რაღაცა რეალური შედეგები.